გამარჯობა, ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ვარ მოსული, განცხადება დაწერო, ასე მირჩიეს. გისმენთ ბატონო სერგო? ერთით დამელოდით ხალ ბატონო. დიახ. კი ბატონო, ვიტყვი ჩვენ გოგოებსაც კი. კარგით. ვერ მოგაქციეთ ყურადღება ბოდიში გისმენთ. მოკლედ კორპუსთან გჭირდება ორი ნაგვის ურნის დამატება. თორე ვეღარ ვატებთ უკვე კაცო ნაგავს შიგნით და მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და განცხადებაც მოვიტანე აგერ. რიგის ნომერი აღებული გაქვთ? არა, აიღეთ აუცილებლად გეხვეწებით და ისე დაბრუნდით რა ვერ გავატარებ. კარგით. თეო! გოგო, იმანდარეკა სერგომ ჩვენმა უფროსმა 29-ში რაღაც აქციაო და იქ უნდა იყოთ ყველანი ერთი კაცი არ აკლდეითო. გოგო, რუსთავილზე აქცია რა ნაძალადებთან წასვლა გეზარება? ნაძალადევად წასვლა. ხო, მეც ეგრე ვარ. მობრძანდით. მოვედი კიდე. მოკლედ გავივსეთ ნაგვით და უნდა გვიშველოთ რაღაცა რა. ჩვენ მერია ვართ, ხალბატონო, მაგ ნაგავს ოქტომბერში ეშველება არჩევნებზე. თუ თქვენ ნაგვის ურნებზე ხართ, ხო? მაპატია ცოტა სხვა ნაგავზე წავედი. კარგი იყო. მოკლედ ეს განცხადება და იქნებ ორი ნაგვის ურნა გამოგვიყოთ, რა თორე რაც არის უკვე იმაში კატები ცხოვრობენ ოჯახებით. გავატაროთ აბა ეს განცხადება. მანდ ორგან მომიწერეთ ხელი და 5 წუთი დამელოდეთ ზუსტად. მოვედი. აქაც ხელი მოვაწერო? 1 წუთით. და აღარ წერს ეს კალ. 1 და მეორე ხელმოწერაც. თქვენი განცხადებაც მიღებულია ქალბატონო, ორ კვირაში იქნება პასუხი და ტელეფონით დაგიკავშირდებიან. ორ კვირაში კი მშობიარებს ის ორსული კატა. გამრავლდები. მოდი 3 ურნა იყოს რა. ორის მაგივრ, ხო? ანასტასია, გაემზადე მალე სოფელში მივდივართ. რამდენი დღით მივდივართ? 1 კვირით თომარიკო. აღდგომების მერე ჩამოვალთ სწავლა რო დაიწყება. გამოდი გოგო, შენ კიდე ოთახიდან გამოეტიე. გაემზადე? კი სატენი ჩავდი. დასაცმელებიც. ომარიკო ეს პარკები მომაქმე და ცუდად თუ გახდები იცოდე და მოგაწვდი. პანჯარა შაღრაირიო გული იწოდე. ხო, შაშან თქვენ უკან ვიჯექი და წირვაერია მას გული უკან ჩემ პანჯარაზე იყო მოკრული ზეთისხილები და პამიდრები. ეგ დიდუბეში რა პიცა ვჭამე, ამჟავებული იყო და მაგიტო. ვირი გძინი მე მშავი რო იყო? არ ვიცი, მე მეგონა რომ ეგეთი გემო უნდა ქონოდა. ვერ არის, ამჟავებული რამ გაჭამა ბიჭო? რა მაჭამა და შენ? რო ეუბნებოდი ფული მაგადახდელი ბოლომდე შეჭამეო. რამდენს ლაპარაკობენ ესე? წამოდით ხა გამოადგით ფეხი რა. ომარიკო ხო არ გინდა ბანანი კიდე? რამდენი ბანანი იყიდე? ღვანკი შემიდიხარ ტროპიკებში კი არა. შენ კიდე რა გჭირს რამდენი ბანანი უნდა შეჭამო? ხამი ვითო იქცევი. აღარ მინდა. ჯემი მგონი გული მერეო. ომარიკო ეს პარკი გამომართვი მოდი. მოშოვდი პანჯარას. უყურე რა. ისევ ჩემ პანჯარაზე აერია გული. ოღონდ ამჯერად ხილისას როტი შემოგთავაზა. ჯამაგრა აკეთებს. მაგრამ ვინ დააბა ეს ცხარი აქ? არ ვიცი მარტოა ეგებ დაიკარგა. დავალოდით აბა აქ თუ გამოჩდება ვინ. ვიცით რა მაგ წამოხებული? ჩოკობოი. სოკოს ფორმები აქვს და დედაჩემი ჩოკოს ეძახის. მაინც ჩვენთან არ იყიდება ნაზიდეიდას ბუდკაში. გამასინჯიებ. ნეტარ მსხვერს რა ქვია თედო დავარქვათ. მოდი წყალი და საჭმელი მაინც მევიტანოთ. ომარიკო, მიდი შენ გამეიტანე გოშინდელი ხაჭაპური, მე წყალს მევიდა. წესელი უყარაულე შენ. თედოს უნდა ვაჭამო და ორი ნაჭერი ხაჭაპური მინდა. ომარიკო, მანდებს დაჭრილი თეფშზე. ეგრე რასაც შეჭამ ხოლმე გარეთ გაუნაწილე მეგობრებსაც, ოჩახ. თედო არ არის ჩემი მეგობარი. რა ვიცი, მაშინ შენ შეჭამე. ვისი ბიჭია თედო? მევიტანე წყალი. მაიტა იქ ხაჭაპური შენ და დოუდგი აგერ ეს. დამეტაკა. რა მომოვიდა თავში. სუთა მაპნევინა. არ გიგია ის ცხარია თუ გაცხარია ცხარიაო. ცოდო აქ ხარ იქნება მთელი ღამე რო დაღამდება. რატო გააკეთე ეგ მიპასუხე? ტუნე როგა გამოსული არც სოფლის ხაელიშვილის და არც ქალაქის. მარტო მე არ მიქნიელა შომაცეს ესილიბად. არაფრის ღირსი შენ არა. გადადა ეგ ჩოკოსოკოა თუ რაღაცა. რეკავს მაია რა უპასუხო ეხლა. ხო მაია. ხო. მაგაზი არ ვეჭხუბები ეხლა. ეკლესიის ხარი შესაწირი შეეცუდათ და გაუშვეს ტყეში რა. ეძებს ეხლა მთელი სოფელი ხო ბიჭები. მეც ისე დავსაჯე, სამაგალითოდ. კიდე დავჭიوارესად, ხო იცი შენ.
ოლეგიძია? ოლეგიძია? რა ხდება კაცო რა? ბებოჩემა სუფრამზაც არის და გამოვიდესო. დედა ისეთი кейფი გველოდება? რა кайქენი როქაც ჩვენ არის შპალერი გააკეთე დედა. ვაი, სად არის კაცო ეს კაცი? ომარიკო. რა ოლეგიძია? გამოვალო თავის სოლსელოდებოდა ძროხის მოსაწვევად არის წასულიო. აუდით ეხლა მიპოვით ბავშვებმა გზაზე გამახმარი ნეხვები და ანასტასიას ჩაუსაფრდით. სახლიდან რო გამოვიდა დაუშვინეთ. გადი ომარიკო ხან უმდები ფეხებში. ლია ნიკოლაძეები სად არიან? მოვალ თუ მზია მოვალ თუ. ეგარი რომ მოვლენ. დახტები გადაჭმული ყველაფერი. ლალი ბენგურიძია სად არის? გოგო თამადის გარაში არ დავრჩეთ ეხლა. ეს ხაჭაპური შეიძლება ავიღო? დავხსდებით აგერ სუფრაზე და შეჭამ ყველაფერს. არ მინდა სუფრაზე ბავშვებთან უნდა გავიდე. მე ბავშვებთან ხაჭაპურით უნდა გახვიდე? ვაიმე მოდით რა სუფრასთან გაცივდა კაცო ყველაფერი, მოდით. გადაიღეთ ყველაფერი. ენგური ეგ შეჭამე იცოდე. შენთვის გავაკეთე. ეს შორენა სადღაა კაცო რო იგვიანებს რა. გამარჯობა. შორენა სიგნალსაც დავიწყები ხარ გოგო ეხლა ვლაპარაკობდი შენზე. რატო შეგაგვიანდა? რა ვიცი გოგო თბილისში ვიყავით ჩასულები ოცნების აქციაზე, ხო? მასშტაბები ჩაგვიყვანეს, ჩამოგვიყვანეს და ჟურნალისტები ისინი ისეთი ამბავი, ვაიმე ისეთი ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტ, ხო იცი ხა იგითები არ მეშლება, ხო? ოცნების აქციას მოგცემ შენ. ვაიმე, აივანზე დამჩაქვავები, შორენა შემომატანინა გეხოცები ფეხზე გახარბარემ რა. როცნალი გოგოა შორენა რა. ან მოსლორა იყო ან წასვლა რო გაიქცა. რა ვიცი სარეცხი მაქო და 1000 საქმეო და გაიქცა. კი გაიქცა შენ გააკდი. შეჭამე შენ ეს ხაჭაპური? ისე უყვარს ხო ცხელცხელია თან სულ. დაგეწვა ხო პირი. ღირსი ხარ. ნუ მეც გავსინჯაკვაცხე. კაი გამოდგება ესა. კი რო გამიტეხონ რა ვქნა ხო გვაკიდე შეღებილი. რა ვიცი ახლა კაი 10 კვერცხი მაგ შეღებილი. ხო გამოვიდა 10. 10 წელი თუ შეღები თავზე საპრელად გქონია. ისე ის მაღაზიის კვერცხები რატო არ შეღები? დასაჭირებლად შინაური კვერცხები უკეთესია, კაცო და შეღებებ მზიებების კვერცხები. ომარი გარდაგარიგე ხო გახსოვს? გარეთ რო გაუტეხავ ბავშვებს კვერცხებს, ტაკდაოთ მოგაქ სახში ხო. აუ ხაჭაპური მალე გაიჩითება? მთელი დღე კვერცხზე ვარ. რანი წინდიდება თქვი? კოტეცა. ვიღაცას გაობია ჩეჩეშკათან თოკი მთელ სიგრძეზე, გადავამთხელეზე და რო გავესტი. გაუხმეს ხელები ვინცე გააკეთა. რა ხელი გაუხმეს კაცო მე გავაბი ეგ თოკი. რა დადიან მეზობლები აქეთ იქით ზოგი წაიქცა ზოგი ეს ზოგი ის ყველას უჭირავს ახლა ერთი კვერცხი ხელში აღდგომა ბეთ7 წელი კი წამოვკრიფედი და იქ რო ვინმე გაიგოს ამ სუპერში აღარ ჩამოგესვლელება რა მახეებს აკი ფამხილა კალი ზოგჯერ თვითონ ცხოვრება აგებს მახეებს კარგით კაცო რა დიდი ამბავი თალალი გადაყოლილი და ჩემი თელ სოფელზე არავის და რა ვარ ზედა გადაყოლილი ნუ იგონებ რაღაცებს ჩემი გამჭირებია აუ დი ამას რა მოუვიდა რადგან ჩვენ ჭიშკართან იყო თოკი გაბმული და არ ვიცოდი წავიქეცი. ვიღაცა დებილმა გააკეთა. კოდე პაპას საფლავი 16 წელი. კარგი და კაც ნუმატირებთ ახლა. გუშინდელი სად იყო რაც კი სატირელი ისტორიები იყო ყველაფერი მოყევით. თი საფლავებზე შევაგროვა კვერცხები თუ აღარ გვინდა. არა მარიკო აღარ გინდა უნდა წავიდეთ ხვალ თბილისში კაც. ვაიმე სეზამი დეიდა. როდის გარდაიცვალა კაცო? 1 წელს წინ. ანასტასიას ბანკეტები რა იყო მაშინ მაისში. დედა, რა მოსაუბრე იყო და რა სიტყვა პასუხი იცოდა. ჩამოვიდოდა ხოლმე დილაუთენია და აგიჯდებოდა, გელაპარაკებოდა, წასვლა აღარ იცოდა საღამომდე. დი, ამ საფლავს აწერია ვახტანგის სევასტოპოლის ძე გობრონიძე. ორი გვარი ქონდა? არა, სევასტოპოლი ერქვა მამამის, კაცო, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა კაცი. ადრე ძალიან მაგარი სახელები ქონდათ. ბებო კვერცხი არ გადავაგუროთ? შეიტანეთ ხომიც გადავამკურო, ომარი კომიტი შეხვენა დაუსხე საფლავზე. როგორ არის მომრავლებული საფლავები, რატომ და? კუთება ინგო, ხალხი კუთება. რა ვიცი. რა საკეთებ ომარიკო? შეხედე თლიანი 2 ლიტრიანი დაასხაღვინო საფლავზე. სულ დაალფო საფლავი რა. როგორ გიყვარდა ხوينო კოტე. მოგიტანა შელბაშვილი. შეხედეთ კაცამა კვერცხი დადო. ის რა გზეთ? სკინტლი და გილოცობ უკვე ხელებზეც გაგ. აუ შეხედეთ ამ გადაფს რა მაგარი კოჭორი აქ. რა კაია ისე სოფელი სიმშვიდე სიმწვანე სუფთაჰაერი. და რასუნი მოვარდა კაცო. მეზობლის საღორიდან მოდის მე მგონი, დილით მე შეშფოთებული ვიყავი. ყავის სულმაც ვერ გადაფარა. მე საკათმეში დილითაც ვიყავი.
დილაუთენია რა გინდოდა ბიჭო საკათმეში? ისე უბრალოდ არაფერი. სკინთლიანი ხელებით ნუჭამ ბიჭო. უყურე რა. შეხედე ეს ქათამი საერთოდ მელოდია. ისეთ მეფს ხო ინერ გამეხობი და ბუბული რო გადაუნერგოთ ამას, უბრალოდ დონორი ქათამი უნდა ვიპოვოთ. ის ყავისფერი გამოდგება მე მგონი. ომიდი რა მეც გამიჩნდა ზელატოს წინ. აღარ არის ეს ბოლოა, მეტი აღარ მაქვს. რაღა ეკნება გაზედა გუშინ ბავშვებში რაც კი წამოღებული ქონდა. სულელი. შეხედე დონორი მკვერცხითადო. დონორი სახელი კი არ არის მაგ ქათმის. მე სახელი მეკონა. აი მე ნუღაყანებთ კაცო მთელი დღე უნდა არ გქეთ ხა საწავიდა ზელატოსი. დილით დავმარე საკათმეში და აღარ დამხვდა. მარტო კაღალდი იყო დარჩენილი. ალბათ დონორიმ შეჭამა. თან სიმინდი ხო ახატიაზეთ შეფუთვას. კათოლის მოსნივარ და ხარისხით ვარ ჩეული. ცხოვრებაში მიზანი მაქვს ვიყო გამორჩეული. აუ ეს სნუპდოგი გააჩუმე თვინმე. ტვინი მედგინა. როდის დაიწყება სკოლა რომ მიუჯდეს ისევ წიგნებს. დავალებებიდან არ უნდა ავაწევინო თავი ამას. აი მე თავზე გამახსენდა. მიდი გეხვეწები ციტრამონი მომიტანი ანასტასია რა მისკდება თავი დღეს. მოგიდან ხო? რამე გამაჩუმებელია როგორ ამას დავალებინოთ? აუ შე რა გინდა? ბავშვებმა კლიპი უნდა გადავიხოთ და მე მითხრეს რომ რეპერი იყავიო. აი მე ისე სოფელში რაც კი ბავშვებაში კონცერტები გავუკეთებია ხოლმე, სუწამყვანი მომღერალი ვიყავი ყველგან. ჩემ ყალზეა წამოსული ეს. ხო და იკვალი ქთოთახში მიდის და გაყევით, შევწუხდი. ან საერთოდ მიწავალთ, იქ უნდა ვნახო და მოვალ ცოტა ხანში. ანასტასია ზელატოსები გვიყიდე რა კლიპისთვის გვინდა ბავშვებს. შეხედი არც კი შემომხედა. გაანებეო მარიკო თავი და მოისვენე შენც. ან კიდე რა კლიპები აგიტყდა კაცო ამ ხელა ბიჭი ხარ უკვე. აუ რატომ მიშლი? თუ გინდა შენც გადაგიღებთ კლიპში. ხო ეხლა მოვედი სახში გამოვიცვლი და გადმოგიდიკავ. რა ხდება აქ? ბაშო ეგ განათლება დააყენე ეგრე. ვერ ხედავ კაცო გადაღებები რომ მიმდინარეობს. გამოვიწი და შედი შენ ოთახში მიდი. მარიკო, აბა ასე რომ დავდგე. აუ რა ხელა მოწული გამომივიდა. მოდი, შემოდი აქ რო შემარცხუნე. რა მოხდა? არაფერი. წვილა მეჩხუბება მთელი გზა შემარცხუნეო მეუბნევა. ხო, შემარცხუნე. მაღაზიაში ვიყავით, ვერც სალონ მუშაობდა, მარტო მოგროვებული იყო ხალხი, იმ ხელარი გიდგა და რო დაინახა ამაჟბატონ მამდენი ხალხი არაროსტუმ მთავრობას დაიწყო ყვირილი. აქციაზე ეგონა თავი და ესე შემარცხუნა. რა გინდა ბავშვი სწორ მესიჯებს აგზავნის, მე მეგონა მართლა რაღაც საშინელება დაგემართათ, საღოლო მარიკო. მალე იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ ყველა და ყველგან იყვირებს. ხალხი არ გაჩერდება. ბრძოლა ეხლა დაიწყო. ბაიმე. მარიკო, ძის ყიდვა რო დაგვავიწყდა კაკაო რო გინდოდა. ისე წყლით რო დალიო რა უჭირს. აუ რა წყლით? აცი რო ეგრე დამალევინე ხო გახსოვს მთელი დღე რო გული მერეოდა. აუ ძალიან გთხოვ დღეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე გვერეოდეს გული რა, ჩვენ მთავრობაზე. მომე ფული თუ გინდა და ჩავარგზეს ვიყიდი და შოკოლადსაც. არა მარიკო, შოკოლადის ფული არ მაქვს ეხლა. რძის ფულს მოგცემ და მიდი იყიდე 20 ლარიანი. 20 ლარიანი მომეცი და მას შოკოლადი როგორ არ მომივა? არა მაქვს მეთქი ფული გითხარი ეხლა. აუ ლუდი ისე ძალიან მაგრა გაასწორებს, ლიადეიდესაც დაუპატიჟებდით. ცივილუდი ინგა. ცივილუდი კი კაი იქნება. მარიკო, მაგ ფულში მოგივა ლუდი და წამოიღე. ცივი იყოს ოღონდ. და შოკოლადი? რა შოკოლადი? არა მაქვს მეთქი ბიჭო ფული. კი არ ესმის. მარიკო, მაგვიყევი სოფლის ამბები. კაი იყო? აუ ძალიან მაგარი იყო. იქაც ბევრი ბავშვები იყვნენ და სულ თამაშობდით ხოლმე. ერთხელ ცხენით მაგატავა ბოსტანაძია. მე ვერ წავედი სოფელში, მამაჩემს პრობლემები აქვს და მანქანა გავყიდეთ. ხო, ცუდია. ალო. მარიკო, ამოდი ჭამე და ჩადი ისევ. აუ ჩოკოსოკოს ჭამ, ამოვალ ცოტა ხანში. იცით სოფელში ერთი მიტოვებული სახლი იყო და შეგნით ბავშვებმა თქვეს სულები ცხოვრობენო, ვერ გავუბედეთ შესვლა. მართლა? ხო, შეიძლება და დაეხოცეთ სულებს. აუ გამოიღეთ ხვიდიდან თითი რა, თორე აღარ გაჭმევ ჩოკობოის. შენ არ ამოიღო მე დაგიღწევ. ხო, ამოდი ბიჭო, გავაკეთე საჭმელი. ამოვალო. შეხედე დედამის ცოტნეს მანქანაში მიათრევს, სად მიდიან ნეტა? მე მგონი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარონ, მეც მემუქრება ხოლმე დედაჩემი. ცოტნეს დედას გაქანებული ნევროზი აქვს, დამიყარე კიდე. მეტი აღარ მაქვს. საწყალი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარებენ. მოვინახულოთ ხოლმე, დაიცა. პრიუჩუნა ნომერი ავტობუსი მიდის? პრიუჩს მოგცემ ეხლა, ამოდი დროზე სახში და ჩავკეტე კარები და დარჩები ამაღამ გარეთ. დეგენერატი ეგ. აი ხო. ბავშვებო, წავედი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა.
ლექს ვერ ვიზეპირებ, რა უქნა? სკოლა რო გავაცდინო. რა სკოლას გააცდენ, კაცო, მე გასწავლი. ისევ სწავლობდი ხოლმე ბავშვობაში ლექსებს წყალივით. მოიტანე მიდი წიგნი. დაიწყო ჯოჯოხეთი. ოღონ წყლის ჯოჯოხეთი. ბევრი ჭიქა წყალი ყელი რო გაუშვება ნერვიულობისგან და ბევრი ცრემლი. მომეცი აბა, ანა კალანდაძის ლექსიკონია, ხო? დაიწყე აბა, ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი, გაიმეორე. მან იცი რა ვერ გავიგე, ქარი მღერის თუ ნანა? ისა ქარი გიმღერის ნანას, ანუ ქარი გიმღერის იავნანასო. ეს უნდა რომ თქვას ავტორს ახლა ცოტა რომ ჩავუღრმავდეთ რა. ძალიან მაგრე ჩაუღრმავდი, ეგ წერია ისედაც. ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადრაკი. ჭადრაკი კი არა, ჭადარი, ბიჭო, ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ზღაპარს გიამბობს ჭადარი. მერე ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. გაიმეორე და მე მთლიანად გადავაბად. ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. ძეწნა რა არის? რა მნიშვნელობა აქვს ახლა მარიკო ძეწნა რა არის? დაიზეპირე მიდი გაიმეორე. რატო ინგა ჩაუღრმავდი კიდე კარგად გამოგდის? ხო, მიდი ახლა მთლიანი სტროფი გაიმეორე. დაიწყე ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს. დედა, ეს სიმღერა არ არის? ქარი გიმღერის ნანასა, ხო, დედა. აუ, სიმღერით უნდა ვისწავლო? აუ, გთხოვთ ეგარ გააკეთოთ. ხო თიკო? აუ, ჯერ ვერ გამოვალ რა მიზერება მაგრად. ქარი გიმღერის ნანასა კაი გამოვალ იქ რა ვიდამილუტი. ომარიკო ცოცხი მოიტანე მიდი რა. მანდებ შემოსასვლელში. ცოცხი რა თქმა უნდა, ხო დაგავესახლი. კიდე კეფჩები დაყარა ანასტასია? არა მოიტანე. დადექი მანდ. დაიჭირე, ეგრე დაიჭირე. დამინიავა მიდი რა გეხოცები მცხელა გავიგუდე. ხო, კაია წამოიღო. რა ხდება ინგა? კირა და კლეოპატრა. ყურორტი გახსენ თუ რას აკეთებთ? აუ, ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. მთელი საფხული ცოცხით უნდა ვიდგე? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაშია ფასდაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარიყიდო რომ მთელი საფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა საფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივართან იჯდა. რო კითხე რაც აკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრის შუქზე, არა და ცხელოდა. ის არ გამომიტოვა სველიტასაც დადიოდა მთელი ზაფხული. სარიცხ მანქანიდან რო გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აცი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში? კაი ხო, წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კეტელზე. ჩემო თახში რა დავაყენოთ, მაინც ჩემს სამეცადინო მაგიდაზე ინახავ ხოლმე ქვაბებით საჭმელებს. ხო, რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე ისი სუნი დგას დილიდან. მიდი ომარიკო გადაყარე რა იქ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გაქვს გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების. აი მე ტვინი ამეხადა უკვე რა. ზე ჩვენ ფანჯარას დამყვერიან კაცო ეს ბავშვები. შენი შული სახშია. ონლაინ მეგობარს ეთამაშება ტელეფონზე. ომით ტვინი მეტკინა უკვე რა. ბავშვებო. ნუ რა არის რა? საღოლინგა, ძალიან კაფიო მესიჯი იყო. ეზოში მე მგონი ბავშვები არიან და ჩავალ რა. ასა და ჩახვალ შენ. წივიან და კივიან ბავშვები, სადაც შენაკლი ხარ ახლა ამათ კიდე რა. დაეტიე სახში. აუ ისე მთელი ჩემი ბავშვობა მე-4 სართულზე რო ნაილია, მაგის ჩაშხამებულია. ყველაფერზე ბრაზდებოდა და გვიყვიროდა. ხოთა მეცნიერები მეშლება უკვე. შეხედე კი არ ჩერდებიან უფრო მოუმატეს. აღარ დაუყვირო. თორე შეძეც იმას იტყვენ, რასაც ნაილი ძიძაც ამბობენ ხოლმე. მოიცავ, ნაილიზე რას ამბობენ, ვერ გავიგე. ვერ გეტყვი უძდელობა. აბა რა გავაკეთო, ვაიმე დაიცადე. გუშინ რომ მაკარონიანი სუპი გავაკეთე, ცოტა მეტი მარილი რომ მომივიდა. ავდგები და გადავასხავ მაგას თავზე. იქ მარილიანი სუპი კი არა, სუპიანი მარილი იყო. გონიერი ადამიანი მაგას მეორით აღარ შეჭამს. აგერ აი ძვირი ფასის სუპი. ვერც გაიგებენ ვინ გადმოასხა. თეა, როგორ ახარ ჩემო გოგო? აი მე როგორ ავარინგა და გამწარებული. ვიღაცა დეგენერატი მოგაგო სუპი გადმოასხა ბავშვებს კორპუსიდან თავზე. სულ მაკარონები ვაცალეს ესენის თმებიდან. ერთი გავარკვიო ვინ გააკეთა. ვინ გადმოასხავდა კაცო ნაილი, ხო იცი რა კატეგორია.